ახლა უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელსაც ხშირად ვუბრუნდებით, რადგანაც თემაც ასეთია, აქტუალურიც არის და საკმაოდ ყურადღება მისაქცევი. მოკლედ, გვინდა ვისაუბროთ საკითხზე, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს, ეს გახლავთ სიმსუქნე და სიმსუქნე არ არის მხოლოდ რაღაცა ვიზუალური დისკომფორტი, ამაზე უკვე თანხმდება ყველა, რადგანაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე მას საკმაოდ საშიშ დაავადებად მოიხსენიებს. როგორც ირკვევა სტატისტიკურად, მსოფლიოში 3 მილიონი ადამიანი არის დიაგნოსტირებული ჭარბიწონი და კლინიკური სიმსუქნით, უფრო გასაგებად რომ წარმოვიდგინოთ, 8 ადამიანიდან 1 ადამიანს აწუხებს როგორც ჩანს ეს სიმსუქნე. სიხშირე საკმაოდ გაზრდილია. გეთანხმები აბსოლუტურად თიკა და ამ სტატისტიკის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში პანდემიადაც გამოაცხადეს სიმსუქნე. ასევე გეტყვით, რომ სიმსუქნე იწვევს არაერთ ქრონიკულ დაავადებას, როგორიც არის მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულსისძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადებები, სახსრების დაავადებები და დაზიანებები და სხვა დაავადებებს. ტიპი 2 დიაბეტი ახსენეთ და ეს არის ყველაზე მჭიდროდ, ესე ვთქვათ, შეჭიდული დიაგნოზი სიმსუქნესთან. ახალი ტერმინიც კი გაჩნდა სამედიცინო სფეროში, რომელიც აერთიანებს ტიპი 2 დიაბეტის, აი ამ ტერმინს და ასევე ჭარბწონას, რომელიც არის obesity, სიმსუქნეს უბრალოდ, რომელიც მოიხსენება obesity და გამოვიდა კომბინაციაში diabesity, ალბათ ესე გამოდის უცხოურ ენაზე. მოკლედ, აი ამ ორის კომბინაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტიპი 2 დიაბეტი, ვისაც აქვს, მათი 90% სიმსუქნით არის ნამდვილად შეწუხებული და დაავადებული. კი ბატონო, აქვე გეტყვით იქ იმასაც, რომ წონის 5-10% კლება მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს და ასევე არსებული დიაბეტის რემისიას, ხო? ანუ ნორმაში დაბრუნებას. და ზუსტად ამიტომ ბარიატრიულ ქირურგიას უწოდებენ მეტაბოლურ ქირურგიას, რადგან ქირურგიის შემდეგ პირველ რიგში სანამ ხდება წონაში კლება, ხდება გლუკოზის, ასე ვთქვათ, დონის დარეგულირება, ანუ როდესაც მომატებული ნორმის ფარგლებში ჩამოდის, რამოდენიმე დღეში მეორე-მესამე დღეს და შემდეგ უკვე ხდება წონის კლება. ესე იგი, როგორც ირკვევა, ბარიატრიული ქირურგია არ არის მხოლოდ ვიზუალური ცვლილებისთვის, ეს გამოდის, რომ არის ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობის გზაც. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით. რადგან ესეა, მაშინ მოდით განვიხილოთ მკურნალობის ეს საშუალებაც მათთვის, ვისაც აწუხებს დიაბეტი ტიპი 2 და სტუმართან ერთად გავარკვევთ უკვე დეტალები, რომელიც ამ თემას უკავშირდება. სტუდიაში ყავს მოწვეული ზოგადი ქირურგი, ასოცირებული პროფესორი ერკან იარდიმჯი. მოგზანდით, ჩამოგზანდით. ტრადიციულად ქართული წყალი მინდა შემოგთავაზოთ. წყალი მთის, ახლა უკვე ნატურალურ გაზირებულ მინერალურ წყალს გთავაზობთ, რომელიც არის ბრომატის გარეშე. მიირთვით. მოდით ვისაუბროთ დიაბეტსა და სიმსუქნეზე და კავშირზე მათ შორის. დიაბეტი და სიმსუქნე ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული 2 ქრონიკული დაავადებაა. მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 85-90%-ს ასევე სიმსუქნე აღენიშნება. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ სიმსუქნე ორგანიზმში ქრონიკულ ანთებით პროცესებს აძლიერებს, რაც ინსულინ რეზისტენტობის განვითარებას იწვევს. ინსულინ რეზისტენტობა კი ტიპი 2 დიაბეტის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. დღეს მსოფლიოში დიაბეტით დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და პროგნოზების მიხედვით 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 600 მილიონს გადააჭარბებს. სიმსუქნის მქონე პაციენტებში ძალიან ხშირად ვხვდებით როგორც ინსულინ რეზისტენტობას, ასევე ტიპი 2 დიაბეტს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ 2 დაავადების მჭიდრო კავშირს. რა არის უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ მეტაბოლური ქირურგია? ეს მიმართულება თავდაპირველად სიმსუქნის ქირურგიასთან ერთად განვითარდა. წარსულში სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებს ბარიატრიულ ოპერაციებს უტარებდნენ, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ პაციენტების უმრავლესობას ასევე ტიპი 2 დიაბეტი და სხვა თანხმლები მეტაბოლური დაავადებებიც აღენიშნებოდათ. ოპერაციების შემდეგ ამ დაავადებების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გამო სამედიცინო პრაქტიკაში მეტაბოლური ქირურგიის კონცეფციაც ჩამოყალიბდა. დღეს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიმართულებებია. ფაქტიურად ყოველი ბარიატრიული ოპერაცია, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, მეტაბოლურ ეფექტსაც ახდენს და მეტაბოლური ქირურგიის ელემენტებსაც მოიცავს. რა თქმა უნდა, მიღებული შედეგები პაციენტიდან პაციენტამდე განსხვავდება და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული როგორც ინდივიდუალურ მდგომარეობაზე, ასევე ჩატარებული ოპერაციის ტიპზე. ვისთვის არის ეს ოპერაცია? მესმის რაღაცა ჭარბიწონა და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო დავაკონკრეტოთ, ვისთვის არის ის.
ამ ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებას კონკრეტული სამედიცინო კრიტერიუმების საფუძველზე ვიღებთ. აქ პაციენტის სწორი შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა პაციენტი არ არის ქირურგიული მკურნალობისთვის შესაფერისი კანდიდატი. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სხეულის მასის ინდექსია, BMI. პაციენტები, რომელთა BMI 35-ზე მეტია და ამავდროულად აქვთ ტიპი 2 დიაბეტი, როგორც წესი ოპერაციისთვის შესაბამის კანდიდატებად განიხილებიან. ასევე ოპერაცია შეიძლება რეკომენდებული იყოს იმ პაციენტებისთვისაც, რომელთა BMI 30-დან 35-მდეა. თუმცა დიაბეტი სათანადოდ არ კონტროლდება, ან უკვე განვითარებული აქვს დიაბეტთან დაკავშირებული გართულებები. ამ შემთხვევაში დიაბეტის ქირურგია შეიძლება ეფექტური მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვარიანტად ჩაითვალოს. რა შედეგები აქვს ამ ჩარევას და რას უნდა ელოდოს პაციენტი? ჩვენ ვასრულებთ სლივ გასტრექტომიას, კუჭის დაპატარავებას და ბაიპასის ოპერაციებს. ასევე არსებობს დუოდენალური სვიჩის ოპერაცია, თუმცა მას შედარებით იშვიათად ვიყენებთ. მიღებული შედეგები გარკვეულწილად დამოკიდებულია ჩატარებული ქირურგიული ჩარევის ტიპზეც. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც დროული მიმართვაა. როდესაც პაციენტი ჩვენთან დიაბეტის ადრეულ ეტაპზე მოდის, მანამდე სანამ დაავადებას სერიოზული გართულებები განუვითარდება, ქირურგიული მკურნალობის შედეგები განსაკუთრებით წარმატებულია. ასეთ შემთხვევებში წარმატების მაჩვენებელი 80%-მდე აღწევს. ბევრი პაციენტი სრულად წყვეტს დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების მიღებას, ხოლო ინსულინ დამოკიდებულ პაციენტებში ხშირად ინსულინის მოხსნა ხდება. იმ პაციენტებში, რომლებმაც მკურნალობის დაწყება დააგვიანეს და დაავადება უკვე პროგრესირებულია, ეფექტურობა შედარებით მცირდება. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევებში 60%-დან 80%-მდე პაციენტში ძალიან კარგი შედეგი მიიღება, რაც მედიკამენტების რაოდენობის შემცირებასა და დაავადების უკეთ კონტროლში გამოიხატება. საინტერესო რა ხდება ოპერაციის შემდეგ და დავუშვათ შენარჩუნება ამ მიღწეული შედეგისა როგორ შეიძლება? ოპერაციის წარმატებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პოსტოპერაციული პერიოდი. როგორც სიმსუქნის, ისე დიაბეტის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ, რეგულარული კონტროლი და მეთვალყურეობა გადამწყვეტ როლს ასრულებს. ჩვენ პაციენტების მონიტორინგს მულტიდისციპლინური გუნდის დახმარებით ვატარებთ. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ორ ძირითად მიმართულებას ეთმობა: ოპერაციის შემდგომ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას. პაციენტებს რეგულარულად ვაკვირდებით და მათ მდგომარეობას პერიოდულად ვაფასებთ. თუმცა წარმატებული შედეგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავად პაციენტის ჩართულობაც და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა. თუ პაციენტი მითითებებს განსაკუთრებით პირველი წლის განმავლობაში სწორად მიყვება, შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ხშირ შემთხვევაში ხდება ზედმეტი წონის მნიშვნელოვანი კლება, ხოლო თანმხლები დაავადებები, მათ შორის დიაბეტი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ან რემისიის ეტაპზე გადადის. ხშირად ვამბობ და გონია, რომ ეს ქირურგია არის, ასე ვთქვათ, უკანასკნელი გამოსავალი სიმსუქნისთან ბრძოლაში. რა სიტყოდით ამასთან დაკავშირებით? თუ პაციენტში მედიკამენტური მკურნალობა სასურველ შედეგს ვერ იძლევა, უჭირს დანიშნული რეკომენდაციების დაცვა, ან დიაბეტთან ახლავს გამოხატული ჭარბიწონა, ქირურგიული მკურნალობის განხილვა უფრო ადრეულ ეტაპზე უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ ოპერაციის საჭიროება და მისი ჩატარების საუკეთესო დრო ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. ამ გადაწყვეტილებას მულტიდისციპლინური გუნდი იღებს, რომელშიც ენდოკრინოლოგები და ქირურგები ერთობლივად მონაწილეობენ. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს პაციენტი ოპერაციისთვის სათანადოდ მოვამზადოთ და მკურნალობის საუკეთესო შედეგს მივახციოთ. ისე საინტერესოა, დავუშვათ, ყველა პაციენტისთვის არის თუ არა ასეთი ტიპის ოპერაცია მიზანშეწონილი და მისცემს თუ არა შეღავაც. დიახ, სამწუხაროდ ყველა პაციენტისთვის ამ ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს კონკრეტული სამედიცინო კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია. დღეს მოქმედი საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, თუ პაციენტის სხეულის მასის ინდექსი 30-ზე დაბალია, მეტაბოლური ან ბარიატრიული ქირურგია როგორც წესი რეკომენდებული არ არის. დიაბეტით დაავადებული ბევრი პაციენტი ინტერესდება ამ ოპერაციებით, რადგან შედეგები მართლაც ძალიან ეფექტურია. თუმცა ოპერაციის დაგეგმვამდე აუცილებელია პაციენტის დეტალური შეფასება და შერჩევა, რათა მკურნალობა იყოს უსაფრთხო და მაქსიმალურად შედეგიანი. ამ მიზეზით ოპერაცია მხოლოდ იმ პაციენტებს უტარდებათ, რომლებიც დადგენილ სამედიცინო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. და ბოლოს, როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს? ჩვენ როგორც ზოგადი ქირურგები დიაბეტიანი პაციენტის პირველადი მართვით არ ვართ დაკავებული. საწყის ეტაპზე პაციენტის შეფასებასა და მკურნალობას თერაპევტები და ენდოკრინოლოგები წარმართავენ. მეთვალყურეობის პროცესში თუ მედიკამენტური მკურნალობის მიუხედავად სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა, დიაბეტი კონტროლს არ ექვემდებარება, ან პაციენტს გამოხატული ჭარბიწონა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 35-ზე მეტია, პაციენტი უკვე მეტაბოლური ქირურგიის შეფასებისთვის ჩვენთან იგზავნება. სწორად შერჩეულ პაციენტებში ქირურგიული მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს იძლევა. დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ორგანიზმის მრავალ სისტემაზე ახდენს გავლენას. ამიტომაც, რაც უფრო ადრე მოხდება დაავადების ეფექტური კონტროლი და მკურნალობა, მით უფრო მაღალია გართულებების თავიდან აცილებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ერთობლივ მუშაობას, რათა თითოეულმა პაციენტმა მისი მდგომარეობისთვის ყველაზე ეფექტური მკურნალობა მიიღოს.
კეთილი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისათვის, რომ რაღაც სხვა თვალით შეგვახედეთ, ხო, აი ამ ქირურგიულ ჩარევაზე. თითქოს მართლაც რაღაცა სხვა კლასიფიკაციის სახე ქონდა თითქოს ბარიატრიულ ოპერაციას, მაგრამ დღეს უკვე სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკურნალობისთვისაც გამოიყენება და რადგანაც ასეთი ხშირი ხდება უკვე სიმსუქნისა და ჭარბიწონის შემთხვევები და ამას რაღაცნაირად გამოდის რომ მოყვება შემდეგ უკვე დიაბეტის საკითხებიც ასეთი გამოსავალი შეთავაზება ნამდვილად ორ მაგად დაზოგავს პაციენტის ჯანმრთელობას, როგორც დაუშვათ დიაბეტის მიმართულებით, ასევე წონის კორექციით, რომელიც შემდეგ უკვე ბევრად უფრო მარტივი იქნება სამართავად ნებისმიერ შემთხვევაში. მადლობა თქვენ ჩვენთან რომ იყავით დღეს და ასე სხვა თვალით დაგვანახეთ ბარიატრიული ქირურგია.